გამარჯობა, დავუბრუნდით. და დღეს ერთ ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი თემა შევეხებით. ეს არის კომპოსტი და კომპოსტირება. ესე იგი, ალბათ ყველამ ვიცით, რომ ჯანსაღი და ძლიერი მეურნეობა და მოსავალი დამოკიდებულია მიწაზე. თუ მიწა არის ჯანსაღი და მდიდარი და მიკროორგანიზმებით სავსე, შესაბამისად, ჩვენი მეურნეობაც უფრო ძლიერია, მოსავალი მეტია, მცენარე ძლიერია, რეზისტენტულია დაავადებების მიმართ და ასე შემდეგ რიგი ბენეფიტები. ხო, მიწა რომ ჯანსაღი იყოს, მაშინ გვჭირდება, რომ არსებობდეს ბიოლოგია, არსებობდნენ მიკროორგანიზმები, სოკოები, ბაქტერიები და ასე შემდეგ. ამისთვის თითქანვე საქართველოში მიწაში შექმნათ ნაკელი. რასაც მე პირადად არ ვეთანხმები და არ მომწონს ეს, რადგან მასში არსებობს მარილები, რომელიც აერობულ ბაქტერიებს და მიკროორგანიზმებს ხოცავს და შეიძლება დაწვას კიდევაც მცენარე თუ ნაკელი კარგად დამწვარი არის. კარგად ნაკელის დაწვას კიდევ რამდენიმე წელი ჭირდება. მას ასევე მოყვება მახრები, რომელიც მცენარის ღეროს ჭრის და გვაზიანებს მოკლედ. ამიტომ არსებობს ძალიან კარგი მეთოდი, რასაც კომპოსტირება ეწოდება. მისი რამდენიმე ვერსია არსებობს, დღეს ჩვენ ვაკეთებთ და მე ვაკეთებ ნაკელით, ძროხის ნაკელით კომპოსტირებას, ვიხმართ ძროხის ნაკელს, რომ ჩვენი ბიომასა გადამუშავდეს და მივიღოთ ჯანსაღი კომპოსტი. ნაკელი სავსეა მიკროორგანიზმებით, მილიარდობით მიკროორგანიზმი არის ნაკელში. ასეულობით მილიარდობით და კიდევ უფრო ბევრი, რომლებსაც ჩვენ დავიხმარებთ ჩვენი ბიომასის გადასამუშავებლად. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ როგორც თივა, ნახერხი, ფოთოლი, ტოტები, კარდონი, ქაღალდი, ნებისმიერი რამე. რაც გვაქვს, ან რაც ხელმისაწვდომია და იაფია ჩვენთვის. მე ვიყენებ თივას, რომელიც ჩემთვის ნარჩენია, საქონელი აღარ ჭამს და ესე ყრია. ხო, ასევე ნაკელს, რომელიც სამთვის განმავლობაში გამომაქვს ცხოველების სადგომიდან და მწვანე ბალახს, რომელიც ახლა უკვე ამობიბინდა და ამ ყველაფერს დავიყენებთ და წყალს. ამ ყველაფერს გამოვიყენებთ სრულყოფილი კომპოსტის გასაკეთებლად. გვაქვს ასეთი პადონი, ეგრეთ წოდებული პადონი, პალეტი, რომელზეც დაფარებული მაქვს მულჩის ფენა, რომელიც სუნთქვადი მატერიაა და მალთულბადე შემოკრული მასზე მეტრ-ნახევრის სიმაღლის. ერთი შეცდომა მივიდა, პირველად ვაკეთებ კომპოსტს და თქვენთან ერთად მეც ბევრ ამას ვისწავლი და რასაც ვისწავლი, ყველაფერს გაგიზიარებთ ამ და შემდგომ ვიდეოებში. ერთი შეცდომა მივიდა, უბრალოდ მალთულბადე უნდა ყოფილიყო უფრო სქელი და ძლიერი, იმედია ეს ხელს არ შემიშლის ძალიან, თუ შემიშლის ხელს აუცილებლად გამოვასწორებ და შემდეგზე სქელ მალთულბადეს ვიყიდი და მას გამოვიყენე. ძალიან წვრილი მომივიდა და ფორმა ვერ უჭირავს კარგად. იმედია ძალიან ხელს არ შემიშლის ეს ყველაფერი. ხო, ჩვენი კომპოსტის გამოყენების პირველი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის ის, რომ გავაჩინოთ რაც შეიძლება მეტი აერობული მიკროორგანიზმები ჩვენს მიწაში, გავაჩინოთ მიკორიზა, შევიტანოთ უამრავი ნივთიერება, რომელიც მცენარის გამოსაკვებად ჭირდება, გავზარდოთ სიფხვიერე მიწის, გავზარდოთ მისი წყალტევადობა და მცენარეს კონდეს იმისათვისების უნარი, რაც მიწაში არსებობს. მიწაში ძალიან დიდი რაოდენობით ნივთიერება არის, საკვები ნივთიერება მცენარისთვის, უბრალოდ ამის უნარი უნდა არსებობდეს, რომ მცენარემ ეს ყველაფერი აითვისოს. ამაში მიკროორგანიზმები დაგვეხმარებიან და დავეხმარებთ და მოდი ერთად დავიწყოთ კეთება და ნელ-ნელა ეტაპობრივად ეს პირველი ვიდეოა, კიდევ ორი ვიდეო იქნება კომპოსტის კეთების შემდგომი ეტაპებს განახებთ, ბოლომდე როგორ გავაკეთებთ ამას და ნელ-ნელა ყველაფერს ავხსნი და ნელ-ნელა ყველაფერს განახებთ და თქვენთან ერთად მეც ვნახავ ამ ყველაფერს, ხო? ეს ავაწყე, ცელოფანი გავშალე, ცელოფანზე დავყარე თივა, მოვაყარეზეთ ნაკელი, რაღაც რაოდენობა, ხო, პროპორციებია კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. ასეთი პროპორციით ვაკეთებ მე პირადად 3 წილი მშრალი მასა, მშრალი ბიომასა, ამას დამატებული 1 წილი ნაკელი და დამატებული 1 წილი
მწვანე მასა. ეს ყველაფერი კარგად უნდა აურიოთ, დავასხათ წყალი, ამასაც განახებთ რაოდენობის წყალი და დავასხათ როგორ უნდა გავიგოთ, მეტია თუ ნაკლებია. აი, ხელს რომ მოუჭე. რამდენიმე წვეთი უნდა ჩამოვარდეს წყლის. მოვათავსებთ ჩვენს კონსტრუქციაში და შემდეგ უკვე ნახავთ რა იქნება და როგორ იქნება. ხო, პირველი ფენა დავყარე ძირს თივა და დავაყარე ნაკელი, ცოტა ნაკელს კიდე დავამატებ ეხა ზემოდან, ხელით ვშლი, იმიტომ რომ კარგად გადანაწილდეს და არევა უფრო მარტივი იყოს. აი ესე. არ უნდა დავიზაროთ, არ უნდა შევიზიწყოთ. ამის გაკეთება. ხო, თუ ეს გეზიზღება და ეს შენთვის გულისამრევია, მეგობრებო, სოფლის მეურნეობა შენთვის არ არის და სხვა რამის შეიძლება რომ დაკავდე. კიდე ცოტა ვდეს. ესე. შევს წვანე მასას. იდეაში რაც უფრო წვნევად არის დაქუცმაცებული ჩვენი მასალები, უფრო სწრაფად ხდება პროცესები და უფრო მარტივია ამის გაკეთება. ზემოდან მოვაყრი ჩვენს თივას და ვასხავთ ცოტა ოდენ წყალს. ბევრი თავიდანვე არ დაასხათ, ჯობია რომ მე რამდენიმე დაამატო წყალი, ვიდრე თავიდანვე ბევრი დაასხა და მე ამის გაშრვა მოგიწვიოს. აი ესე კარგად აურევთ ერთმანეთში. გინა ხელი გამოიყენეთ, გინა იარაღები გამოიყენეთ. აი ესე შეიძლება რომ ამითაც ფიცალით კარგად აურიოთ. ჭობა, რაღაც უფრო მყარი ზედაპირი რო იყოს, უკეთესი. აი ესე. კარგად დავინანოთ არაფერი. აი ესე. ესე. კიდე ცოტა ოდენ ნაკელსაც დავამატებ. აი ესე. მოდით ცოტა მწვანე მასაც მივცეთ. აი ესე. წყალი დავამატოთ. აი ესე. აი ესე. ამას უკვე მოვათავსებთ ჩვენს ლამაზ. რადგან ეხა ცოტა ბევრია, მოდი ნელ-ნელა ჩავყრი. კაცი რო ყავდეთ დამხმარე, აიღებთ ამას და ერთიანად გაუშვებთ. კიდევ ერთი ძალიან კარგი რამ. ნაკელს ყოველთვის იყვება მცენარეების თესლები. და ყველაფერია იქ რისთვისაც რაც სჭირდება მცენარეს აღმოსაჩინებლად და ამიტომ ყოველთვის ძალიან სარეველებიანი ხდება ეს ადგილი, სადაც ნაკელი შეგვაქვს. ზოგიერთ კულტურაში შეიძლება გვაწყობდეს, ზოგიერთ შეიძლება არ გვაწყობდეს, ამიტომ კომპოსტში მცენარის თესლიც კომპოსტირდება და იშლება. ამიტომ კომპოსტი ძალიან დიდ როლს ითამაშებს იმაში, რომ სარეველები არ იყვნენ თქვენს მეურნეობაში.
ნუ კიდევ ერთ დეტალს დავამატებ, სანამ დავამთავრებ კეთებას, რომ კომპოსტში ტემპერატურა მიკროორგანიზმების მუშაობის ხარჯზე ძალიან მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება ავიდეთ. რა ტემპერატურაზე უნდა ავიდეთ, რამდენი ხანი გავაჩეროთ, მაგას ვიტყვი, მაგრამ მანამდე რაღაც, მე რო საწოლებელი არ გახდეს, მგონია რომ ეს იმუშავებს ძალიან ესე ამას მოვათავსებთ შიგნით. უბრალოდ ესეთი თერმომეტრია, გრძელი და მოვათავსებთ ესეთ შავი ეს მოგეთ ესეთი მასა მივიღეთ, დაახლოებით მეტრაზე მაღალია და ფართობი ძირის აქვს 1.2 კვადრატული მეტრი. ეხლა თერმომეტრი მოკომპოსტის, რომელიც სიგრძეც წკირის სიგრძე 50 სმ-ია, მოვათავსებ შიგნით და დაველოდები, როდესაც გულის ტემპერატურა 65 გრადუსამდე, 3 დღე გავაჩერებთ ესე და შემდეგ უკვე ფენათა გადანაცვლება იქნება. ამას შემდეგ ვიდეოში ნახავთ. მადლობა, ძალიან დიდი ყურადღებისთვის. გამოიწერეთ ჩემი გვერდი მეტი საინტერესო ამბებისთვის.